მოგესალმებით, ეს არხი სპორტ საიტია. ყველა მიცის ვინ არის მერაბ დვალიშვილი, მაგრამ როგორ მოვიდა აქამდე? ის დაიბადა ვანის რაიონის სოფელ სულორში და ადრეული წლები გაატარა ქალაქ თბილისში 1991 წელს. უკიდურესი სიღარიბე, უშურქობა და კრიმინალი ქუჩაში. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთან გამკროლებაც მას უწევდა. მისი ბიძა იხსენს თუ როგორ გადაურჩა მერაბის სიკვდილს, როდესაც 6 წლის ასაკში გაყინულ მდინარეში ჩახტა და დინებამ წაიღო. ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა. ერთხელ ის ელექტროსადენებს შეეხო და მისმა ძმამ დროულად შეძლო გადარჩენა. მისი ბრძოლისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე იწყება. ის ხშირად ჩხუბობდა ქუჩაში, მაგრამ ასევე სწავლობდა ქართულ ჭიდაობას. 13 წლის ასაკში კი დაიწყო ჯუდოში ვარჯიში. 21 წლის ასაკში ის მიდის ამერიკაში, რათა აიწყოს პროფესიონალური UFC-ის კარიერა. ამ დროს მერაბი საქართველოში 9 ბრძოლაში დამარცხებელი იყო. ამერიკაში რთული გზა ელოდა, რადგან მან არ იცოდა ინგლისური ენა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან მაინც მოახერხა და დასლია ისინი. ჩასვლისთანავე იგი იწყებს ვარჯიშს ლეილ ლონგსთან და მეტ სერასთან ერთად. იგი თავდაუზოდგრავად ვარჯიშობდა და ამავდროულად მუშაობდა მშენებლობაზე, რადგან თავი ერჩინა. მისი პირველი ნაბიჯები MMA-ში საკმაოდ რთულია. მას პირველი ბრძოლა 2014 წლის 8 იანვარს ჩაინიშნა ელიას პანეროსთან, რომელიც მსაჯებს გადაწყვეტილებით მოიგო. მისი მეორე ბრძოლა კი 2014 წლის 21 მარტს იყო. მისი მეტოქე კი გახლდათ რუბენ ვილარეალი, რომელიც საკმაოდ აგრესიული სტილისტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ მანქანამ ეს ბრძოლაც მსაჯების ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. სამწუხაროდ მოგებათა სერია მალევე დასრულდა და იგი თავის მესამე ბრძოლაში დამარცხდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ მერაბმა მოახერხა და 2017 წელს მოიპოვა ბრძოლა, რომლის მოგების შემთხვევაში UFC-ში მოხვდებოდა. მისი ოპონენტი გახლდათ რაუფენ სტოცი. მერაბმა ის 15 წამში დაამარცხა, რამაც დანავარით ის ყურადღება მიიქცია და დაუყოვნებლივ შესთავაზა კონტრაქტი.